მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გასტანს. მოსახლეობის აღწერის წარმატებული და ზუსტი მსვლელობისათვის დღეს ზესტაფონის გამგეობის შენობაში თბილისიდან მოწვეულმა ტრენერებმა ტრენინგები ჩაუტარეს ზემო იმერეთის 5 რაიონიდან შერჩეულ აღწერ პერსონალს. დღესდღეობით მიმდინარეობს სექტორის უფროსების სწავლება. დღეს ნახეთ, რომ აქ ჩამოსული არიან ზემო იმერეთის ყველა სექტორის უფროსები და თბილისიდან სპეციალურად ჩამოსული ტრენერები, რომელიც ასწავლიან აღწერის პროცესს. ტრენინგები 3 ოქტომბერს დაიწყო და 4 დღეს გასტანს. დღეს გადამზადება ჩაუტარდა თერჯოლიდან, ზესტაფონიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან და ხარაგავლიდან ჩამოსულ სექტორის გამგეებს, რომლებსაც ასევე აქვთ მუნიციპალური ზედამხედველობის ფუნქციაც. სექტორის გამგეები აღიჭურნენ სათანადო-ცოდნი თუ როგორ გამოკითხონ მოსახლეობა, როგორ დააფიქსირონ ოჯახის წევრთა რაოდენობა და როგორ ჩაინიშნონ ოჯახური მეურნეობიდან ცნობები. საჭირო იყო ნამდვილად ეს გადამზადების პროცესი, იმიტომ რომ უფრო სრულყოფილად და ორგანიზებულად წარმართოთ თვითონ პროცესი რაიონში ჩვენ სექტორის გამგეებს წარმოვადგენთ დღესდღეობით და მუნიციპალურ ზედამხედველებს რაიონისას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მათი დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა, ასევე სასოფლო-სამეურნეო კუთხითაც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო თვალსაჩინო გახდება რა გაკეთდა და რა არ გაკეთებულა ბოლო 1 წლის განმავლობაში. სტატისტიკის სამსახური რეალური ინფორმაციის მიწოდებას თხოვს მოსახლეობას, რათა სრულყოფილი მონაცემები შევიდეს მათ სამსახურში. ძალიან ნორმალურად მაღალ დონეზე მიმდინარეობს სხვათა შორის დასწრებას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ეს მთავრობის დონეზე გადაწყდა ამ სამუშაოს ჩატარება და მე მოუწოდებ მთელ მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ამ 5 რაიონის მოსახლეობას, რომ როდესაც აღმწერი მივა, ეს აღწერა იწყება 5 ნოემბერს მიმდინარე წლისას, ყველამ გაუღოს კარი, ყველამ რეალური ინფორმაცია მოგვაწოდოს, ამით ძალიან დიდად დაეხმარება და წაადგება ამ სამუშაოს ხარისხიანად ჩატარებას. შობადობა 899, სიკვდილიანობა 929, ბუნებრივი ნამატი მინუსში. 2007 წლიდან მოყოლებული ასმაჩვენებელი ზესტაფონში თითქმის არ იცვლება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ნამატი უარყოფით ირჩება. მუნიციპალიტეტი ბუნებრივი მატების არ მქონე რეგიონთა შორის ფიქსირდება. ციფრები საგანგაშოა ქვეყნის მასშტაბითაც. გაეროს მოსახლეობის ბიუროს მონაცემები 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის 1,170,000-ით შემცირებას ვარაუდობს. იმავდროულად შობადობის მხრივ 176 ადგილზე მყოფი ქვეყნის ერში აქტიური დაბერების ტენდენცია შეინიშნება. რა ინიციატივას მიმართავენ საქართველოში დემოგრაფიული რისკის ფაქტორების შესამცირებლად? პროგრამები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე წყდება. შეუწყობს თუ არა ხელს პრობლემის მოგვარებას მორიგის საკანონმდებლო გადაწყვეტილება აბორტებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მშობელს მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5 დღემდე გაეზარდა სასჯელი უკანონო აბორტებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი ქვეყნის პატრიარქის ინიციატივაა, გახდეს მესამე და მეტი შვილის ნათლია. სტატისტიკურად უკვე არის დათვლილი და ძალიან მომატებული, შობადობა მომატებული არის 3 შვილზე და მეტზე. იმიტომ რომ ყველას უნდა რომ პატრიარქი იყოს, ჩვენი სულიერი მამა იყოს, მისი ოჯახის ნათლია და ძალიან შეუწყობს თქვენ თუ გადაავლეთ ამ სტატისტიკას თვალს, ძალიან ნახავთ რომ მატება არის ამასთან დაკავშირებით. მესამე და მეტ შვილზე ფინანსური დახმარების გაცემა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საფუძველზეც იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი მატება არ არის. მათ რიცხვში ზესტაფონიც მოხვდა. ამ კატეგორიის ოჯახები 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უკვე მოქმედებს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მესამე ან შემდგომ დაბადებულ ბავშვზე ფინანსურ დახმარებას. ეს ეხება იმ რეგიონებს, სადაც არ არის ბუნებრივი მატება, ანუ რეგიონები, სადაც მოსახლეობის შობადობა სჭარბობს გარდაცვალება. 2014 წლის 1 ივნისიდან ბავშვი, დაბადებული ყოველი ბავშვი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და მისი ბიოლოგიური დედა ფაქტობრივი ოჯახი ცხოვრობს ზემოდასახელებულ რეგიონში, ანუ რეგიონში, სადაც არ არის ბუნებრივი მატება და რომელი ბავშვიც გახლავთ ამ ოჯახში ბიოლოგიური დედის მესამე ან შემდგომი ცოცხლადჩობილი ბავშვი. ანუ ასეთ ბავშვებზე სახელმწიფო 2 წლამდე ყოველთვიურად იძლევა ფინანსურ დახმარებას
ჩვენ შემთხვევაში არა მაღალმთიან რეგიონში 150 ლარს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 200 ლარს. ყოველ მესამე და მეტ ახალშობილზე 350 ლარის ოდენობით ასაჩუქრებს ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლებაც სოციალური პროგრამის ფარგლებში მიუხედავად მისი სტატუსისა. შობადობის ზრდის ეფექტს ელოდება ხელისუფლება ახალი საკანონმდებლო ინიციატივისგანაც, რომლის მიხედვითაც მოსაფიქრებელი ვადა, რომელიც აბორტის გაკეთების შემთხვევაში მშობელს ეძლეოდა, 3-დან 5 დღემდე გაიზარდა. სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში თემაზე მსჯელობდა, კლინიკა ელიტეს დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კოტე ბოჭორიშვილიც იყო ჩართული. როდესაც პაციენტი პირველად გებულობს და ადგენს ექიმთან, რომ ის ნამდვილად არის ორსულად, ესე იგი ეკოსკოპიური ულტრაბგერდი დასკვნით ან სხვა მეთოდიკით, ამ შემთხვევაში ექიმის მიერ მას ეძლევა მოფიქრების ვადა 5 დღე. მხოლოდ 5 დღის გასვლის შემდეგ აქვს პაციენტს თუ ის გადაიფიქრებს, იქნება ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, თუ ის არ გადაიფიქრებს, მხოლოდ 5 დღის შემდეგ ექნება აბორტის გაკეთების შესაძლებლობა. მე მინდა თქვა, რომ ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილი და რომელიც ერთ-ერთი წევრიც მეც გახლავართ, შევიმუშავეთ პროტოკოლი აბორტის გაკეთებისა, უსაფრთხო აბორტის პროტოკოლი და უპირატესობა მივანიჭეთ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ მედიკამენტურ აბორტს, და ამავე დროს არის, რა თქმა უნდა, ქირურგიული აბორტი, რომლითაც ამდენ ხანს სარგებლობდნენ ჩვენი პაციენტები, მაგრამ უპირატესობა ეძლევა, ენიჭება მედიკამენტურ აბორტს. კოტე ბოჭორიშვილის თქმით, აქცენტი ოჯახის დაგეგმარებაზე უნდა გაკეთდეს და არა აბორტის აკრძალვაზე, რადგანაც მისივე აზრით, აკრძალვა არალეგალური აბორტების რიცხვის მატებასთან ერთად დედათა სიკვდილიანობასაც გაზრდის. რომ აკრძალვა არ არის, არ განიხილება, ვინაიდან აკრძალვა მაგალითად კონკრეტული მაგალითი რო დავასახელო 1937 წელს სტალინის პერიოდში აბორტი აიგრძალა და 1954 წლამდე იყო აკრძალული. მაგრამ ამ აბორტის აკრძალვა გაზარდა დედათა სიკვდილიანობა. ძალიან სერიოზულად გაზარდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად წავიდა საქმე არალეგალურ აბორტზე. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე პროგრამა, მე მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ აქცენტი გაკეთებული არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე. იმდენად ეფექტურად ვართ მომზადებული ამისათვის, რომ ყოველ გაკეთებულ აბორტზე ჩვენ 3 თვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას აბებს ვჩუქნით პაციენტებს. და ამავე დროს გვაქვს ძალიან ასე ვთქვათ შეღავათიან ფასებში ის პრეპარატები მოცემული, რომლებიც მაგალითად ეს არის იმპლანონი, ანუ იმპლანტი, კანქვეშა იმპლანტი, რომელიც მხოლოდ 65 ლარი, მე რეკლამას არ უკეთებ, არავის ეგონოს, ეს პირიქით მისი თვითღირებულება მასში გათვალისწინებული არ არის. უბრალოდ ეს არის იმისათვის, ეს 3 წლიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. პაციენტს თუ აქვს სურვილი, ამას გამოიყენებს. რაც შეეხება კანონის პირველ შედეგს, კლინიკა ელიტეში აბორტის გასაკეთებლად მისული 2 ქალბატონიდან მოსაფიქრებელი ვადა დადებითად ერთმა გამოიყენა. დედამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ცოდნის ცენტრი პირველი სურვილებისათვის უახლოესი წერტილია, რომელიც ზრუნავს იმისათვის, რომ სოფლის მცხოვრებლებმა იოლად და სწრაფად სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლონ კომპიუტერით, ინტერნეტით, ქსეროქსით თუ მრავალფეროვანი საბანკო მომსახურეობით. დიდი ხანი არაა, რაც ცენტრმა ხელშეკრულება გააფორმა ლიბერთი ბანკთან. მოსახლეობა შეუფერხებლად სარგებლობს ლიბერთის ყველა სერვისით. ჩვენ დავარსდით 2012 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს ჩვენი ცენტრი. გარდა კომპიუტერული შესწავლისა და ინტერნეტ მომსახურებისა, ჩვენი ცენტრი ემსახურება მოსახლეობას საბანკო კუთხით. ლიბერტი ბანკს აქვს ხელშეკრულება დადებული ჩვენთან და ფუნქციონირებთ, ვემსახურებით მოსახლეობას, პენსია, სესხი, შეგვიძლია გავცეთ ცემთ სესხებს ძირითადად. ძალიან კმაყოფილი არის მოსახლეობა. ქალბატონი მათიკო ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც მოხუცებულობის ჯამს ცოდნის ცენტრმა ცხოვრება გაუიოლა. მას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია აიღოს კუთვნილი პენსია, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და უცხოეთიდან მიიღოს გზავნილი. ჩვენ რა თქმა უნდა გვიჭირდა და გვინდოდა ასეთი შესთავაზება, ქალაქში წასვლა აღარ გვჭირდებოდა, არ შეგვიძლია იმდენი რომ იქაც გავიდეთ და იქ კიდევ ოჩერედი და რიგში შევძლებ გაჩერება. აქ უფრო მოსახერხებელია ყველანაირად, ჯერ მაგის კეთილი მომსახურებით და მერე ახლოს
არსებობით. რამდენიმეჯერმე პენსია წინათვის აღებული მქონდა ხოლმე და მეორეთვისაც სიამოვნებით გვიკეთებდა. ცენტრში ფუნქციონირებს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. გასულ წელს ცენტრმა 30 მოსწავლეს გადასცა სერტიფიკატები. ძირითადად კომპიუტერული პროგრამების შესწავლით და გამოყენებით მოსწავლეები და აბიტურიენტები არიან დაინტერესებულნი. ცოდნის ცენტრი გარდა იმისა, რომ ცხოვრებას უმსუბუქებს მოხუცებულებს თუ სკოლის მოსწავლეებს, თანდათანობით ფართოვდება და ბევრ კეთილსაქმეს აკეთებს. ცენტრი კურირებს ბავშვთა ცეკვის ანსამბლს სვირს, რომელმაც საკმაოდ დიდი წარმატებები მოიპოვა ბათუმის ხალხური ფოლკლორის ფესტივალზე. და ოქროს მედლებით ხელდამშვენებული დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს. ცენტრის დამაარსებლებს იდეაში აქვს ხელოვნების სხვა დარგებსაც გაუწიონ მხარდაჭერა. მალე აქ ხეზე კვეთის ოსტატები ჩაუტარებენ გაკვეთილებს დაინტერესებულ მსურველებს. მე ვარ მე-12 კლასის მოსწავლე, მომავალი აბიტურიენტი. ამის აღნიშვნა იმიტომ დამჭირდა, რომ გჭირდება ძალიან ბევრი ქსეროქსები. აქამდე არ არსებობდა, ვთქვათ, ეს ცენტრი, ახალი გახსნილია. მივესალმებით, თითქმის უკვე 2 წელიწადია და მივესალმები, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი კარგი ცენტრი. აქ დავდივარ, ვაკეთებ არაერთ ქსეროქსებს, ასევე მჭირდება სხვადასხვა დახმარება კომპიუტერულ სისტემებში. ძალიან დიდ დახმარებას მიწევს. ინტერნეტზე აქამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა, ბუნებრივია სოფელია და აქ ყველას არ მოეპოვება ეს ფუფუნება, ასე ვთქვათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აქ არის ინტერნეტი და სოფლის ნებისმიერ მოსახლეს, ნებისმიერ ადამიანს სურვილისამებრ შეუძლია მოვიდეს 9-დან 6 საათამდე და მიიღოს შესაბამისი დახმარება კომპიუტერთან დაკავშირებით. ცენტრში ფუნქციონირებს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. გასულ წელს ცენტრმა 30 მოსწავლეს გადასცა სერტიფიკატები. ძირითადად კომპიუტერული პროგრამების შესწავლით და გამოყენებით მოსწავლეები და აბიტურიენტები არიან დაინტერესებულნი.